მოგესალმებით გერმანიის პატარა ქალაქიდან ფელბერტიდან, სადაც საქართველოს ნაკრებია დაბანაკებული. ახლა მივდივართ ეროვნული ნაკრების ვარჯიშზე, ვიწყებთ უკვე ჩეხეთის მატჩისთვის მზადებას, როგორც ფეხბურთელები, ასევე ჩვენ ვლოგის გადაღებას. იმედია ნახეთ ჩვენი წინა ვლოგი, მოგეწონათ, თუ არ მოგეწონათ, გითხარით, დაგვიწერეთ კომენტარები, რატო არ მოგეწონათ, აქ არის subscribe ღილაკი, რომელსაც აუცილებლად უნდა დააჭიროთ ხელნი. ხო, არ დაგვაუწყდეს ჩვენი მხარდამჭერი ევროპის ჩემპიონატზე არის ლიდერ სპორტი და ძალიან დიდი მადლობა მათ ამ ყველაფრისთვის. და წავედით, გაჩვენებთ ახლა ვარჯიშის კადრებს და ამის შემდეგ უკვე შევხვდებით ჰამბურგიდან. წავედით თაზო. წავედით თაზო. წავედით თაზო. წავედით. ჰამბურგში ვართ, ჩამოვედით. ყველაფერი TST სპორტისთვის ჰამბურგში დაიწყო. ხო, ეგრეა. პირველ ვიდეო ჩვენს YouTube არხზე ჰამბურგიდან იყო, ვისაც არ გინახავთ ნახეთ. მაშინ შემოსულები ყავით ჩემპიონთა ლიგაზე, შახტარი პორტოს მატჩი იყო, ქართველი ფეხბურთელების დებიუტი იყო ამ შეხვედრაში და ჩვენთვის რაღაც იღბლის მომტანი ქალაქია ჰამბურგი. მაშინ ხუროდით მე და თაზო, რომ აიქნება თქო, რომ გავიდეთ თქო რა ევროპის ჩემპიონატზე და ამ სტადიონზე კიდე ერთხელ მოვიდეთ და მაშინ უკვე ნაკრებს უგუშემატკივროთ თქო რა. როგორ გვინდოდა ზუსტად მახსოვს ეგ გზნობები და ახლა რა ჩამოვედით თეოქორთ. არშეთ ხო ვიცი. იგივეა რა. ძალიან კარგი ქალაქია და ყოველთვის გვიხარია, როდესაც გებულობთ რომ შეიძლება ჰამბურგში მოგვიწიოს ჩასვლა, იმიტომ რომ რაღაც ემოციური კავშირი გვაქვს რა აქ. დავგველოდეთ, ჩვენთან ერთად იყავით, გამოიწერეთ აუცილებლად ჩვენი YouTube არხი, ხვევით, აქ არის subscribe ღილაკი. ასევე არის ზარის ღილაკი, რომელიც უნდა გააქტიუროთ, რათა ჩვენი ვიდეოები არასდროს არ გამოტოვოთ. იმედია მოგეწონათ ჩვენი პირველი ვლოგი, თუ არ მოგეწონათ, გითხარით, რატო არ მოგეწონათ, რომ შემდეგში შევცვალოთ და მსგავს რაღაც აღარ გავაკეთოთ. გავითვალისწინოთ, რა თქმა უნდა და ვიმჟავებთ თქვენს აზრებზე და ჩვენებს. კაი, წავედით, აღარ გინახა რაღაც რაღაც ვაკეთებ და მე ვისაუბროთ. კათიშე თაზო კამერა. ეხა მოვედით ქართველების შეკრებაზე, სადაც იქნებიან კინქლაძე, ქეცბაია, არორაძეები და ძალიან კარგი დღე უნდა გამოვიდეს. წავიდეთ, შევუერთდეთ, დრო არ დავკარგოთ არაფერში და გადავინაცვლოთ ნენელა და გავჩვენებთ რა მოხდება. ერთად თემურ ქეცბაია იქნება, როდესაც ნაკრებზე ვსაუბრობ და ამ ადამიანს ვახსენებთ, ყოველთვის სასიამოვნოა მასთან საუბარი. ბატონო თემურ, მადლობა იმისთვის, რომ დაგვთანხმდით კომენტარზე და პირველ კითხვას დაგისვავთ, ნახეთ მატჩამდე თქვენი ემოცია ჰიმნის დროს. ეს ალბათ ყველას ახდენილი ოცნებაა, როდესაც საქართველოს ნაკრები გადის ევროპის ჩემპიონატზე, ზუსტად იმ მომენტში რას გრძნობდით, რა ტრიალდა თქვენს გონებაში? ახლა ესეთი მომენტი ყოველთვის ემოციურია, ამიტომ პირველი შემთხვევა არის, რომ საქართველოს ნაკრები ფინალურ ეტაპზე თამაშობს. სიმართლე გითხრათ, ჩემი ოცნებაც იყო, როცა ფეხბურთს თამაშობდი. სამწუხაროდ ჩვენ ვერ მოახერხეთ და ამ ბიჭებმა მოგცეს იმის საშუალება, რომ ესეთ დიდ ტურნირზე ჩამოსულიყავით და გვერდზე დავდგმოდით მაგან. რა თქმა უნდა, ახლა ემოციური მარტო ჩემთვის არ იყო, ყველასთვის ემოციური იყო ახლა. და იმედია, რომ ახლა აქედან გაგრძელებული, ახლა სხვა ტურნირებზეც მივიღებთ მონაწილეობას. ამდენი ქართველი საზოგადოებრივ ახლა საქართველოს ნაკრების გულშემატკივრად ჩამოსულიყო, არავის არ გვინახია და ესეც ისტორიული დღეებია რა ყველასთვის ჩვენთვის. დიდი სანაკრებო ფორუმია და ოცნება ახლა აქ ვართ 33 წლის და 283 შეხვედრის შემდეგ საქართველოს 283 შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე. რა სიტყვით 283? კი ბატონო. დავითვალეთ ზუსტად ეგრეა. 67-ში მაგ მონაწილეობა მიღება. და რა სიტყვით? მოვედით ევროპის ჩემპიონატზე, როგორი იყო თქვენთვის პირველი შეხვედრა?
ვიცი, მე მგონი ყველაზე სწორი რაღაც თქვი და აღნიშნე, რომ ამ ხელა ფორუმის მონაწილეები ვარ და აი თუ არ ვიცი, მე შეიძლება არ დამეჯეროს. არ შემიხედავს თამაშისთვის და არც ეხლა არ უყურებ, აი როგორც რაღაც თამაშს. მინდა რომ უფრო მეტი თვისი ამოვნო, ვიდრე რაღაცა არ ვიცი ფეხბურთის რაღაცა განხილვით რა. შესაბამისად აი ამ ფორუმის და აი ამ დიდი ოცნების მონაწილე ვარ, მინდა ეს აჩერება გაგრძელდეს. სამი თამაშის მაგრად ბევრად მეტი ვითამაშოთ და ესე ვარ განწყობილი აქაც, იმიტომ მოვდივარ, იმიტომ ვერთვები რაღაც სხვა ღონისძიებებში, თამაშზე თვითონ იქაურ ატმოსფეროზე ხო ზედმეტია როგორი ემოციური იყო და როგორ აბედნიერებდა იმ წამებში ყველას და აი ამის მონაწილე მინდა ვიყო და ნაკლები ვილაპარაკო რაღაც პროფესიული და რაღაც პროფესიონალური თვალით. ახლა ვალოდებით დატო ვაციკაძეს. დავპირდი რომ ჰამბურგში შევხვდებოდით ერთმანეთს და კარგულს დავალოვინებდი და მოდი სანამ ლუც დავლებთ და უფრო ისეთ გარემოში ვისაუბრებთ, სადაც ალბათ კამერები არ გვექნება. დავიწყოთ მასაცავ. მოდი დავიწყოთ. დაგპირდი რომ ჰამბურგში შევხვდებოდი. ხო, ჰამბურგში ვართ ახლა, ხო? ხო, კი, ჰამბურგია ეს ყველაფერი. Volkspark სტადიონი აგერა. კი, ბატონო აქ. არის ის ემოცია, რასაც ელოდებოდი, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჩამოვად და ის დაგხვდება ის გარემო, თუ კიდევ უფრო ცოტა სხვანაირად წარმოგედგინე? იცი რა, ალბათ ახლა მივხვდი რა ხდება ჩემი თავში რა. 2016 euro რო იყო, მაშინ რაღაც ევროტურივით გამომივიდა, თლად ევროპის ჩემპიონატზე არ ყოფილვარ, იმიტომ რომ მაშინ არ იყო, რა ქვია. საფრანგეთში ხო და ვიყავი ისეთ ქვეყნებშიც, რომლებიც იმ დღეს თამაშობდნენ, დაემთხვა ეგ რა, პოლონეთის თამაში, პოლონეთში ვიყურე, მე ბრატისლავაში ვიყურე სლოვაკეთის თამაშს და გარემო იყო აი ეგ ევროპის ჩემპიონატური რა, მე ვენაშიც ვიყავი და ის იყო ფანზონები იყო რაღაცა და ანუ მაგ გარემოს მიჩვეულივით ვიყავი და მაგიტო აი მაგაზე რეაქცია ისეთი რაღაც აღყინებული არ მქონია. მაგრამ აი ხვალ მექნება თამაშის დღეს ალბათ უკვე ჩვენების ამბავში რა, გულშემატკივრები ყველა ერთად რო ვიქნებით და მე რესურსელობა სტადიონთან და სტადიონზე და აი მანდ უკვე ეგ მომენტი მექნება რა. ჯერ ბოლომდე არ მაქვს, ანუ მაგის ამხელა რაღაც მაგდენ იმისთვის ვიბაზარ რომ მეთქვა რომ ეგ მომენტი არ მქონია ჯერ ბოლომდე რა. დღევანდელი დღე აქ სრულდება. წავალთ ეხლა ჩვენც დავუსვენებთ დღევანდელი დღისთვის ძალიან დაძაბული მნიშვნელოვანი დღე გველოდება. სროლებაზეც ვიქნებით, რა თქმა უნდა, ქართული სპორტის კომაგებს შევხვდებით და წინ გველოდება ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში ევროპის ჩემპიონატზე ამ მომენტისთვის ჩვენთვის, რადგან ჩეხეთის ნაკრების დამარცხება ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და დიდი იმედი მაქვს და სურვილი რომ ეგრეც მოხდება. ძალიან კარგი გარემოა, რაც მინდა აუცილებლად აღვნიშნო. უამრავი ქართველი შევიკრიბეთ, მოვემზადეთ მატჩისთვის ჩვენებურად, როგორც საჭიროა და წავედით. გამოიწერეთ ჩვენი არხი, იყავით ჩვენთან ერთად, დაგვიწერეთ კომენტარები აქვეა. გამოწერის ღილაკიც, ზარის ღილაკიც, არ უნდა დაგავიწყდეთ არც ერთი, დაალაიქეთ ვიდეო და წავედით. შევხვდებით უკვე ხვალ. ქართული სპორტის კომაგების მორიგი მსვლელობა ევროპის ჩემპიონატზე. მივდივარ ჩეხვედრისკენ, ძალიან მნიშვნელოვანი და დაძაბული მატჩი გველოდება. ვნახოთ რა იქნება. ყველაფერს კადრებში ნახავთ. ჩვენი მხარდამჭერი ევროპის ჩემპიონატზე არის ლიდერ სპორტი. დიდი მადლობა მათ ამ მხარდამჭერისთვის. არ დაგავიწყდეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი, გააქტიურეთ ზარის ღილაკი და დარჩით ჩვენთან ერთად. იწყება შეხვედრა წუწე ნაკლები ისტორიული მატჩის დაწყებამდე. მეორე შეხვედრა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ჩვენთვის ძალიან ბევრ რაღაცას გადაწყვეტს.
ძალიან დაძაბული მომენტია. მართა გოლი არ გაგოლე. საერთოდ ემოცია აღარ აქვს შეცვალა. Cadê-ra? გასულდა შეხვედრა ჩეხეთთან. სასაცილოა, ერთი ქულა მოვიპოვე და პირველი ქულაა ჩვენი ევროპაში. და უკმაყოფილოები ვართ, იმიტომ რომ მოგება შეგვეძლო ბოლო წამზე. თუმცა არა უშავს. მადლობა ბრძოლისთვის. სანახაობრივი მატჩი იყო გარკვეულწილად და თავარია რომ ძალიან დიდ გამოცდილებას ვიღებთ ამ ყველაფრისგან და ამდენი წელი თუ ამისთვის ვემზადებოდ რა მოხვედრილიყავთ, ეხლა მოდი ამისგანაც ვისაუბროთ რაღაც და შემდეგისთვის როცა გვექნება კიდე აქ ყოფნის საშუალება, მაქსიმუმი გავაკეთოთ. ძალიან მცირეა შანსი იმის, რომ დღეს და ამ ევროპაზე საქართველოს ჯგუფიდან გავიდეს, თუმცა ქულა ავიღეთ, გოლი გავიტანეთ, მაგრად ვიბრძოლეთ და აი მეტი მე არაფერს თქვა არ მინდა ამას შეხედეთ უბრალოდ. დასრულდა ჩვენი რიგით მეორე ლოგი გერმანიიდან. ძალიან კარგი თამაში იყო ჩეხეთთან. შეგვეძლო მოგება, თუმცა არ გამოვიდა, არა უშავს. იმედია მოგეწონათ, რაც ნახეთ. წინ პორტუგალიის ლოგი გელოდებათ, ასევე გელოდებათ ძალიან საინტერესო განხილვა პორტუგალიის ნაკრების შესახებ. ჩვენი მხარდამჭერი ევროპის ჩემპიონატზე არის ლიდერ სპორტი, მადლობა მათ ამ მხარდაჭერისთვის. ხო, არ დაგაუწყდეთ, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი. აი აქ არის subscribe ხილაკი, რომელიც არ უნდა დაგაუწყდეთ. გააქტიურეთ სარიცხილაკი, იყავით ჩვენთან ერთად და წავედით, შეხვდებით მესამე ვლოგში.